მოგესალმებით. ეთერშია TV Plus-ის საინფორმაციო გამოშვება გოჩა ჭკადუასთან ერთად. დღეს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტის ხდომათა დარბაზში გაიმართა. საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 11 საათზე დაიწყო და 40 წუთს გაგრძელდა. მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება. ინაუგურაციას ესწრებოდნენ პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ცერემონიას ასევე ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ფიცი. მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. მილოცავთ ბატონო პრეზიდენტო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ჩემი ხატია სამშობლო საფადე ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება. მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმიურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დაუბრუნოთ ორბელიანებს, მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად. ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს. რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ. იქითკენ არის სიცარიელე.
აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები. ჩვენ ვართ გარეთ. იმიტომ რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია. არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების, აგერ არის გისოსები და არ გვეშინია. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში. 6 წლის წინ მე დავდები ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქა და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება. მე ვიქნები სასახლეში, თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ეს შენობა არავისი არაა. ეს შენობა იყო სიმბოლო, სანამ აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. და ეს სასახლე უნდა დაუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წართვეს და მათი იქნება მუდმივ. და მე მინდა რომ ეხლა თქვენთან ერთად დაფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ სადაც ხალხის ნდობა არ არის, იქ ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. და მე ამიტომ გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები. რატომ დღეს? დღემდე, აი ამ წუთამდე დრო იყო მიცემული, ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ აქა ან ოცნების წარმომადგენლები, ან თვით ბიძინა ივანიშვილი, იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი, ანუ შეთანხმება ახალ თავისუფალ ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი მოწოდება, ეს იყო ჩემი შეთავაზება, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა, თქვენს ხედავთ. არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე რა იყო? პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რაზედაც ასევე ამას არანაირი შედეგი არასოდეს არ ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა. პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარ ხალხის წინააღმდეგ, საკუთარ ხალხის ნების წინააღმდეგ. და პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ეხლა ამ წუთებში საპარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება ასეთი პაროდიები.
დღეს ისტორიული დღეა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ამ ისტორიული დარბაზის კედლებში, სადაც გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, აქ სადაც ფიცი დადო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა 33 წლის თავზე ჩვენ მართავთ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ცერემონიით სრულად შედის ძალაში საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და მყარდება საპარლამენტო რესპუბლიკა, რამაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლები. ორი კვირის წინ 2024 წლის 14 დეკემბერს აქ ამ დარბაზში ახალი კონსტიტუციური წესით გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. 300 წევრისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით საქართველოს პრეზიდენტად ბატონი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ქართული პოლიტიკის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტის სტატუსი დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. იყო პრეზიდენტი ნიშნავს, იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა სახელმწიფოს მმართველი. იყო სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მაგრამ არა პოლიტიკური აქტივისტი. იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული. ეს ფაქი ზღვარია, რომლის დანახვაც ზოგიერთს გაუჭირდა და ადვილად გადალახა. მათ შორის ამაზე პასუხიც იყო 26 ოქტომბერს 1,120,000 ხმა ჩვენი თანამოქალაქის მიერ მტკიცედ და ხმამაღლა თავისი ურყევინების დაფიქსირება, რომელიც დღეიდან ზურგს გაუმაგრებს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს. სწორედ ამ მაღალი ნდობიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი პრეზიდენტის როლი იქნება მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის მიღწევაში, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის გამტკიცებასა და საქართველოს სათანადო წარმოჩენაში, მსოფლიოს ერთა წინაშე. ამ ისტორიულ დღეს გსურს ასევე საფუძველი ჩაუყაროთ პრეზიდენტის ინაუგურაციის ახალ ტრადიციას, ისევე როგორც ტრადიციულ საპარლამენტო რესპუბლიკებში დღეიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა პარლამენტის სასახლეში, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე ინფორმაციით სპეციალურად პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის საქართველოს პარლამენტმა გამოსცა საინაუგურაციო კონსტიტუცია. დაიბეჭდა მისი 3 თანაბორწონადი ეგზემპლარი, რომლიდანაც ერთი შეინახება საქართველოს პარლამენტში, ერთი დაცული იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ერთი საქართველოს ეროვნულ არქივში. საინაუგურაციო კონსტიტუციის ზუსტი ასლები ასევე გადაეცემა პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრებს და ინაუგურაციაზე დამსწრე პირებს. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს მიმართ, რომელმაც საქართველოს პარლამენტს საჩუქრად გადმოსცა სპეციალურად ამ ცერემონიისთვის შემკული ბიბლია. ისევე როგორც საინაუგურაციო კონსტიტუცია, ეს ბიბლიაც დასული იქნება საქართველოს პარლამენტში, როგორც მომავალი პრეზიდენტის საინაუგურაციო ბიბლია. დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს. დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება. მინდა ბატონ მიხეილ ყაველაშვილს უსურვო წარმატება მისი საპატიო მისიის აღსრულებაში. ღმერთი იყოს მისი და ჩვენი სამშობლოს მფარველი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ამ ერთი გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რაც მმართველი პარტია ამდენი ხნის მანძილზე ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დე ფაქტო სანქციები იყო. მდინარაძის განცხადებით, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამაც დაადასტურა. ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ თითქოს არაფერი საერთო არ ჰქონდა დე ფაქტო სანქციებს, კრედიტ სუსისთან დავას და ასეთ საკითხებს პოლიტიკასთან და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან. თუმცა გუშინ ერთი გადაწყვეტილებით კაფიო და მყარად დადასტურდა, რომ ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ იყო დე ფაქტო სანქციები, რომ კრედიტ სუისის დავა გამოწვეული იყო პოლიტიკური დასჯის მცდელობით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალმა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ ერთი გადაწყვეტილებით აღიარა, რომ ეს იყო პოლიტიკური კონტექსტი თავიდან ბოლომდე და აქამდე ყველა უარყოფა იყო აბსოლუტური ტყუილი და ის, რომ კრედიტ სუისი დავობდა ასეულობით $1 მილიონ და აქ წლების განმავლობაში იყო ხელოვნურად გაჭიანურების ბევრი პრეცედენტი. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ სიტყვაში ერთ გადაწყვეტილებაში გუშინ ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა წარმავალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც გამსჭავლულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საუბრისას, უსტად ესმის თავისი მოვალეობა და ფუნქცია და უამრავ სასიკეთო საქმეს მეცენტობას ჩაუდგება სათავეში იქნება ინიციატორი, ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს იმ კონსტიტუციურ ფორმატში, ჩარჩოებში, რომელიც განსაზღვრული აქვს საქართველოს პარლამენტს. ასე რომ მას წარმატება უსურვოთ, აღნიშნა ვოლსკიმ. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტია, პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახა. საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა. ქეთევან კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომისიარები და გავაგრძელოთ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებზე ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული თანაცხოვრება. ერთიან და ძლიერ საქართველოში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხს განსაკუთრებით სკივა ის ჭრილობა, რომელიც მავანთა მიერ თავს მოხმეულმა დაპირისპირებებმა მიეყენა და დააშორა აფხაზ და ოსტატ ძმებს. თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით კვდება ის ჭრილობა, რომელიც მავანთა მიერ თავს მოხმეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენს აფხაზ და ოსტატ ძმებს, ვისთანაც ერთად ჩვენ საუკუნეების განმავლობაში თანამცხოვრობდით, ერთად ვქნიდით საქართველოს ისტორიას, მხარდამხარ ვიცავდით ჩვენ სამშობლოს გარეშე მტრისაგან, წერდით გამორჩეული მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიებს, ვქნიდით ქართულ, აფხაზურ და ქართულ ოსურ ოჯახებს, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. დასრულდა პრეზიდენტის ინსტიტუტისგან ქართველი ხალხის დახლიშა დანაწევრება, დაიწყო ერთობის, სიყვარულის და შენების პერიოდი. წერს სოციალურ ქსელში ხალხის ძალის წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილის მოღვაწეობა სახელმწიფოს წინაშე იქნება ისეთივე წრფელი და სიყვარულით სავსე, როგორიც იყო დღეს, მის ემოციურ გამოსვლაში იყო. დღეს ნამდვილად ისტორიული დღე არაა, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა და სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადავედით, არამედ იმიტომაც, რომ დღეს ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა. უკვე რამდენიმე წელია ქართულ ხალხს მისივე არჩეული პრეზიდენტი მტრად მოეკიდა. უკვე რამდენი ხანია ვირჩევთ იმედით და მიდიან უიმედოდ. დებენ ფიცს ბიბლიაზე, კონსტიტუციაზე და შემდეგ ღალატობენ ღმერთსაც და სამშობლოსაც. საქართველოს უიღლო პრეზიდენტობის ხანა დღეს დასრულდა. ქართველმა ხალხმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა. დასრულდა პრეზიდენტის ინსტიტუტისგან ქართველი ხალხის დახლიშა დანაწევრება, დაიწყო ერთობის, სიყვარულის და შენების პერიოდი. გულოცავთ ბატონ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტობას. ვჯერა მისი მოღვაწეობა სახელმწიფოს წინაშე იქნება ისეთივე წრფელი და სიყვარულით სავსე, როგორიც იყო დღეს მისი ემოციებით სავსე სიტყვები. ვჯერა მომავლის საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი ეკლესიის და გონიერი ხელისუფლების წინამძღოლობით, წერს თამარ ჩიბურდანიძე. საქართველოს საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა ჩვენმა ჭირვამ, გამოვლილმა ხალხმა კი საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო. მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა. გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლებსაც ჩვენი ერი დაეფუძნა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიული ერია ქართველებმა შექმნეს ქვეყანა და რაც მთავარია მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია და სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი. მისივე თქმით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ ხალხს ხასიათი გამოუწვრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე დაარწმუნა. ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერი ვართ, რომლის ჩამოყალიბებაც უძველეს დროში დაიწყო. ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი. ჩვენ შევქმნით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით, საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს. მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუწვრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა. ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა
დაფუძნებული, სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობას და ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ქართველებისთვისაა დამახასიათებელი. ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და კულტურა კარგად ჩანს ჩვენს ენაში, რომელიც სოფლიოს უძველეს ენათა შორის იკავებს საპატიო ადგილს. არაერთი ქართული სიტყვა, ფრაზა თუ გამონათქვამი არანაკლები აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომლებიც მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი, განაცხადა პრეზიდენტმა. დღევანდელი დღე დამთავრდა, ხვალიდან გეტყვით ყველაფერს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ხვალიდან გეტყვით ყველაფერს, დღეს დამთავრდა დღევანდელი დღე, მადლობა ყველას, აღნიშნა ზურაბიშვილმა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლის ტაძრში წირვას დაესწრო. ზურაბიშვილი სვეტიცხოველში შვილთან თეიმურაზ გორჯეტასთან ერთად იმყოფებოდა. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, გამოვალ აქედან, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმიურობა. სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოიწურა. ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არალეგიტიმიური ხელისუფალი, არალეგიტიმიური არჩეული პრეზიდენტი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეს გმირად. მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, ზუსტად 6 წლის წინ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში, ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არალეგიტიმიური ხელისუფალი, არალეგიტიმიური არჩეული პრეზიდენტი, თუმცა როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. ეს არის თქვენი მიდგომა? თეორიულად რომ დაუშვათ მიხეილ ყაველაშვილის ხელიდან სამშობლოს ღალატი, მეორე დღეს გპირდებით, თქვენ გამოაცხადებთ მას გმირად. თუმცა მადლობა ღმერთს, მიხეილ ყაველაშვილისგან ღალატი არის გამორიცხული. შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ, რა თქმა უნდა, არსებულ რეჟიმში დარჩენა, მაგრამ ზუსტად იგივე საკეთებთ, რასაც აკეთებდით 6 წლის წინ, იმიტომ რომ თქვენ გახართ არა ქართველი ხალხის მხარეს, არამედ ასრულებთ გარედავალებებს თქვენს პარტიებთან ერთად, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლებით განვაგრძობთ. სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 122-მდე გაიზარდა. სახანძრო სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ დანარჩენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უმეტესობა დაღუპულია. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჩოი სანგ-მოკმა ტერიტორია სპეციალური კატასტროფის ზონად გამოაცხადა. მუანის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა შიდა და საერთაშორისო რეისი გაუქმდა. ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 9 საათზე მოხდა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. ჯეჯუა აირის თვითმფრინავი ტალაინიდან ბანკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა და შავების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. რუსული ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კომპანია გაზპრომი მოლდოვას გაზის მიწოდებას 1 იანვრიდან შეუწყვეტს. როგორც გაზპრომის განცხადებაში აღნიშნული, გაზის მიწოდების შეწყვეტა გამოწვეულია მოლდოვას მიერ ხელშეკრულების დარღვევასა და დავალიანების დაფარვის დარეგულირებაზე უარით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზპრომმა 28 დეკემბერს გაუგზავნა შეტყობინება მოლდოვა გაზს, რომ რეგულარულად არ ასრულებს მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულებებს, რაც მისი პირობების მნიშვნელოვანი დარღვევა. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა იმოქმედებს იქამდე, ვიდრე გაზპრომი წერილობით არ აცნობებს მოლდოვა გაზს სხვა გადაწყვეტილების შესახებ. 33 წლის ასაკში კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი ოლივია ჰასი გარდაიცვალა. იუწყება ზეგუარდენის საყოველთაო აღიარება. მსახიობს ფრანკო ზეფირიელის რომეო და ჯულიეტაში შესრულებულმა როლმა მოუტანა. ჯულიეტას როლი მან 16 წლის ასაკში ითამაშა ფილმი ეკრანზე 1968 წელს გამოვიდა. ოლივია ჰასი მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა. ოლივია იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლის სითბომ, სიბრძემ და ნაზმა სიკეთემ გამოძახილი ჰპოვეს ყველა იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც მას იცნობდა, ნათქვამია ჰასის ოჯახის წევრების განცხადებაში.
სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მივესალმები საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, მივესალმები საარჩევნო კოლეგიის წევრ პარლამენტარებს, ავტონომიების და თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მივესალმები კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრეს და წმინდა სინოდის წევრებს, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერლებს, სამხედროებს, პოლიციელებს, მივესალმები მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, მოწვეულ სტუმრებს, მოგესალმებით საქართველოს ყველა მოქალაქეს, ქვეყნის შიგნით და გარეთ. დღეს ისტორიული დღეა. ყველა საქართველოს პარლამენტში და მის სასახლეში, ამ ისტორიულ დარბაზის კედლებში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, აქ, სადაც ფიცი დადო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა 33 წლის თავზე, ჩვენ მართავთ საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას. დღევანდელი ცერემონიით სრულად შედის ძალაში საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და მყარდება საპარლამენტო რესპუბლიკა, რამაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლები. 2 კვირის წინ, 2024 წლის 14 დეკემბერს, აქ, ამ დარბაზში, ახალი კონსტიტუციური წესით გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. 300 წევრისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით საქართველოს პრეზიდენტად ბატონი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ქართული პოლიტიკის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტის სტატუსი დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. იყო პრეზიდენტი ნიშნავს, იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა სახელმწიფოს მმართველი. იყო სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მაგრამ არა პოლიტიკური აქტივისტი. იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული. ეს ის ფაქიზის ზღვარია, რომლის დანახვაც ზოგიერთს გაუჭირდა და ადვილად გადალახა. მათ შორის ამაზე პასუხიც იყო 26 ოქტომბერს 1,120,000 ჩვენი თანამოქალაქის მიერ მტკიცედ და ხმამაღლა თავისი ურყევი ნების დაფიქსირება, რომელიც დღეიდან ზურგს გაუმაგრებს საქართველოს მე-6 პრეზიდენტს. სწორედ ამ მაღალი ნდობიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი პრეზიდენტის როლი იქნება მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის მიღწევაში, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის გამტკიცებასა და საქართველოს სათანადო წარმოჩენაში მსოფლიოს ერთად წინაშე. ამ ისტორიულ დღეს გსურს ასევე საფუძველი ჩაუყაროთ პრეზიდენტის ინაუგურაციის ახალ ტრადიციას. ისევე როგორც ტრადიციულ საპარლამენტო რესპუბლიკებში, დღეიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება პარლამენტის სასახლეში. სპეციალურად პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის საქართველოს პარლამენტმა გამოსცა საინაუგურაციო კონსტიტუცია. დაიბეჭდა მისი 3 თანაბარწონადი ეგზემპლარი, რომლებიდანაც 1 შეინახება საქართველოს პარლამენტში, 1 დაცული იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში და 1 საქართველოს ეროვნულ არქივში. საინაუგურაციო კონსტიტუციის ზუსტი ასლები ასევე გადაეცემა პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრებს და ინაუგურაციაზე დამსწრე პირებს. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიმართ, რომელმაც საქართველოს პარლამენტს საჩუქრად გადმოსცა სპეციალურად ამ ცერემონიისთვის შემკული ბიბლია. ისევე როგორც საინაუგურაციო კონსტიტუცია, ეს ბიბლიაც დაცული იქნება საქართველოს პარლამენტში, როგორც მომავალი პრეზიდენტების საინაუგურაციო ბიბლია. მეგობრებო, დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს. დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნულ ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება. მინდა ბატონ მიხეილ ყაველაშვილს უსურვე ყოველი წარმატება მისი საპატიო მისიის აღსრულებაში. ღმერთი იყოს მისი და ჩვენი სამშობლოს მფარველი. მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ფიცი. მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. მილოცავთ ბატონო პრეზიდენტო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა. მოგესალმებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის წევრებს, სხვა კონფესიის წარმომადგენლებს, გენერლებს, სამხედროებს, პოლიციელებს. მივესალმები მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიზინა ივანიშვილს. მივესალმები სრულიად საქართველოს. მათ შორის განსაკუთრებული სიყვარულით და მონატრებით მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს და მივესალმები ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს. პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო იმ დობისთვის, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩემი კანდიდატურის წარდგენის, ხოლო საარჩევნო ხმის მქონე დელეგატებმა საქართველოს პრეზიდენტად არჩევით გამომიცხადეს. საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა. ჩვენმა ჭირვარამ გამოვლილმა ხალხმა კი საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად ერთი შეხვედრით შეუძლებელი შეძლო სოფლიოს უდიდეს იმპერიებთან, ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან 1000 წლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ერი ვართ, რომლის ჩამოყალიბებაც უძველეს დროში დაიწყო. ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია, მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდებოდა და იცავს
მუდმივად ქართველიერი. ჩვენ შევქმნით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით, საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს. მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუცნო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა. ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული, სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და კულტურა კარგად ჩანს ჩვენს ენაში, რომელიც მსოფლიოს უძველეს ენათა შორის იკავებს საპატიო ადგილს. არაერთი ქართული სიტყვა, ფრაზა თუ გამონათქვამი ანარეკლია ჩვენი წარსულის, რომელიც სავსეა ქართველი ხალხის თავდათების თუ შეუპოვრობის ისტორიებით. ქართულ ენაზე შექმნილია მსოფლიოს დონის არაერთი შედევრი, რომელიც დღესაც აღართოვანებს კითხვებს. ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი. ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა. როდესაც ჩვენ ერთ სიმშვიდეში, შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციების და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე კარგად გვიჩვენებს ჩვენი ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეღელოდ იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანსული ქართველებს მშვიდობა სანაკლელი გვაქვს ქცეული. ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენის და გაერთიანების მთავარი საწინდარია. კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა, მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუ კი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით. გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დარყნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ. უკაცრავად. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენ ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციებით გამოვირჩევით, რიცაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს. წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ ხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენს ქვეყანას არაერთი გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს მოვახერხეთ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ერთადგომით. გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივცემულობას და ამპარტავნულ დამოკიდებულებას, რომელიც მოითხოვს პატივის სენ ჩვენ ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას,
ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრან ჩვენ სამშობლოს. სწორედ ასეთი მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავებით. თანაც ისე რომ ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას. ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ჰარმონიულად თანაცხოვრობდა განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მქონე ხალხთან. ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ჰუმანური ბუნებით, განსხვავებულობის პატივისცემით, მაღალი ტოლერანტობით და რაც მთავარია, ყოველთვის ვიცოდით განსაკუთრებული მეგობრობა და ერთგულება, მოყვასის სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები ძალიან მალე თვლიდნენ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ და საჭიროების შემთხვევაში ქართველების მხარდახარ იბრძოდნენ მის დასაცავად. ისტორიას უხვადა აქვს შემორჩენილი მსგავსი გმირობის არაერთი ფაქტი. მიხარია დღესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ჩვენ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა მადლიერება და განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო მათ მიმართ. ჩვენი ვალია თითოეულმა მათგანმა საქართველოს სრულყოფილ მოქალაქედ იგზნოს თავი. თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით გვტკივა ის ჭრილობა, რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენ აფხაზ და ოს დაძმებს, ვისთან ერთადაც საუკუნეების განმავლობაში თანამცხოვრობდით, ერთად გვნიდით საქართველოს ისტორიას. ხარდამხარ ვიცავდით ჩვენ სამშობლოს გარეშემტრებისგან, წერდით გამორჩეული მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიებს, გვნიდით ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ ოჯახებს. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომისიარები და გავაგზავნოთ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებზე ურთიერთპატივისცემის და სიყვარულზე დაფუძნებული თანაცხოვრება ერთიან ძლიერ საქართველოში. დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გარედან თავსმოხვეული საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე. ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია. მათი შეხედულებების თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი. იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა. ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციის და გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა, ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, ჩვენი სამშობლოს ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ. ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ჩვენი გამორჩეული ღირებულება თავისუფლების სიყვარულია. სიტყვა თავისუფლება უფლებასთან ერთად ასევე მოიცავს პასუხისმგებლობას და იმ ღირებულებების დაცვას, რომლისთვის ბრძოლამაც ეს თავისუფლება მოგვიტანა. ეს არის უკვდავი იდეისთვის ბრძოლა, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ეს იდეა მოიცავს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის და სარწმუნოების პატივისცემას. ქართულ ენაში თავისუფალი სიტყვა სიტყვით ნიშნავს, რომ იყო საკუთარი თავის უფალი, არ იყო დამოკიდებული არავისზე და არაფერზე, საკუთარი სინდისის, ნამუსის, ადამიანობის და შინაგანი ხმის გარდა. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში, ისევე როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენ საზოგადოებას დღეს ასე ძალიან სჭირდება. თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. თავისუფლება ასევე გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას, დისკუსიას, რაც ნებისმიერ შემთხვევაში განსხვავებული პოზიციების დაახლოების უმთავრესი წინაპირობაა. სწორედ ჩვენ, საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას,
სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას და იმ წესებს, რომელსაც ადგენს სახელმწიფო. სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოებისთვის და ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე. სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების, წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა. თუ კი არსებობს ქართველი ადამიანი, ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებდეს, ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, ვის ან რა შეიძლება ემსახურებოდეს. მე კი ჩემო ძვირფასებო, მე მჯერა ქართველი ადამიანის, მე მჯერა ჩვენი ერის სიძლიერის, მე მჯერა ჩვენი ისტორიული გამოცდილებით, ღირებულებებით, ქართული ხასიათით ჩვენ შევძლებთ საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა და გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო. მე მჯერა რომ სიყვარული გაიმარჯვებს, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, სიყვარულით სავსე საქართველოს. ვერთი იყოს ჩვენი მფარველი. დიდი მადლობა. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია დასრულებულია.